ზაქე, იერიხონის ყველაზე საძულველი კაცის სიმდიდრის საიდუმლო იერიხონი, ჩვენი წელთაღრიცხვის 30-ე წელი. ქალაქი, სადაც პალმები ოქროთ ფასობდა, ხოლო ბალზამი სამი კონტინენტის ვაჭრებს იზიდავდა. მის გზებზე დიდძალი ქონება მოძრაობდა. საბაჟო პუნქტში კი ერთი დაბალი კაცი აკონტროლებდა ყოველ მონეტას, რომელიც შედიოდა ან გამოდიოდა. მის სახელს სინაგოგებში ზიზღით ჩურჩულებდნენ, ბაზრებში კი შიშით წარმოთქვამდნენ. ზაქე მხოლოდ მდიდარი არ იყო. იგი იმ რეგიონის ყველაზე საძულველი იუდეველი გახლდათ. იმის გასაგებად, თუ როგორ მივიდა ადამიანი ამ წერტილამდე, ჯერ უნდა გაიგოთ, როგორ მუშაობდა რომი. იმპერია ტერიტორიებს მხოლოდ מחვილითა და ფარით არ იპყრობდა. იგი იპყრობდა გადასახადებით, ბაჟითა და სისტემატური მოსაკრებლებით. ყოველი დაპყრობილი პროვინცია ხდებოდა შემოსავლის მუდმივი წყარო ლეგიონების შესანახად, ცნობილი სამყაროს დამაკავშირებელი გზების ასაშენებლად და იმპერიის დედაქალაქის ექსტრავაგანტული ფუფუნების დასაფინანსებლად. მაგრამ რომს ჰქონდა ლოგისტიკური პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მთელ ამ სტრუქტურას. არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის მოხელე, რომ გადასახადები აეკრიფათ იმპერიის ყოველ კუთხეში, რომელიც ცივი ბრიტანეთიდან იუდეის ცხელქვიშებამდე გადაჭიმულიყო. რომაული გამოსავალი იმდენადვე გენიალური იყო, რამდენადაც სასტიკი, გამოძალვის აუთსორსინგი. რომმა შექმნა სისტემა, რომელსაც ისტორიკოსები tax farming-ს, ანუ გადასახადების იჯარით გაცემას უწოდებენ. მისი მუშაობის პრინციპი ეშმაკურად ბოროტი იყო. კონკრეტულ რეგიონში გადასახადების აკრეფის უფლება რომში საჯარო აუქციონზე გადიოდა. მეწარმეები და ინვესტორები კონკურენტულ ფსონებს დებდნენ. ვინც იმპერიას ყველაზე მეტ ფულს შესთავაზებდა, კონტრაქტს გარკვეული პერიოდით, ჩვეულებრივ 5 წლით იღებდა. გამარჯვებული წინასწარ უხდიდა ფიქსირებულ თანხას იმპერიის ხაზინას და იმ მომენტიდან მას თითქმის სრული თავისუფლება ჰქონდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რაც სურდა, ის გამოერთმია. სხვაობა იმას შორის, რაც მან რომს გადაუხადა და რაც ხალხისგან გამოსწალა, მისი პირადი მოგება იყო. დაფიქრდით ამ მოდელის მათემატიკურ ბოროტებაზე. რომი გარანტირებულად იღებდა შემოსავალს ისე, რომ ხელებს პირდაპირ აკრეფით არ ისვრიდა. ადგილობრივი გადასახადების ამკრეფი ხალხის მთელ სიძულვილს თავის თავზე იღებდა, მაშინ როცა რომი შორეული და უპიროვნო ძალაუფლების იმიჯს ინარჩუნებდა. მოსახლეობა კი მოქცეული იყო ორ ძალას შორის, რომლებიც მას სრესდნენ, უცხოელი ოკუპანტი, რომელიც აკანონებდა აკრეფას და ადგილობრივი მოღალატე, რომელიც მას ფინანსური მონდომებით ასრულებდა. პირველი საუკუნის იუდეაში ამ ამკრეფებს პუბლიკანებს უწოდებდნენ. ტერმინი მომდინარეობს ლათინური publicanus-დან, რაც მიანიშნებს საჯარო კონტრაქტებზე, რომლებსაც ისინი იმპერიულ ტენდერებში იგებდნენ. მაგრამ იმდროინდელი იუდეველებისთვის ეს სიტყვა წყევლისა და კოლექტიური სირცხვილის ტვირთს ატარებდა. პუბლიკანი იყო ქურდის, მოღალატის, კოლაბორაციონისტისა და რიტუალურად უწმინდურის სინონიმი. უწმინდურება მხოლოდ მორალური ან სოციალური არ იყო. იგი ასევე იყო რიტუალური, რელიგიური და ცერემონიული. პუბლიკანებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ წარმართებთან იმ კომერციული ტრანზაქციების დროს, რომლებსაც ზედამხედველობდნენ. ისინი ეხებოდნენ რომაულ მონეტებს, რომლებზეც გამოსახული იყო წარმართული ღმერთები და თავად კეისარი, რომელიც იმპერიული კულტის მიერ ცოცხალ ღვთაებად ითვლებოდა. ისინი შედიოდნენ უცხოელთა სახლებში გადასახადების ამოსაღებად და კონფისკაციისთვის. საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის წარმართებთან ერთად ჭამდნენ. მოსეს რჯულის ფარისევლური ინტერპრეტაციის თანახმად, თითოეული ეს ქმედება რიტუალურად აბინძურებდა მის ჩამდენს. ამ უწმინდურების პრაქტიკული შედეგები დამანგრეველი იყო სოციალური ცხოვრებისთვის. პუბლიკანს არ შეეძლო მოწმედ ყოფილიყო იუდეურ სასამართლოებში, რადგან მისი სიტყვა უნდობლობის ღირსად ითვლებოდა. მის შესაწირს იერუსალიმის ტაძარში მღვდლები უარყოფდნენ. მის შვილებს ეკრძალებოდათ დაქორწინება პატივსაცემ ოჯახებზე. მასთან ერთ სუფრასთან ჭამა იმდროინდელი რელიგიური წარმოდგენით უთანაბრდებოდა მეძავებთან, მკვლელებთან და აშკარა კერპთაყვანისმცემლებთან ჭამას. ზაქე არ იყო უბრალო პუბლიკანი, ანონიმ ამკრეფთა ბრბოში დაკარგული. ლუკას სახარება მე-19 თავი მეორე მუხლი, მას აღწერს სპეციფიკური ბერძნული ტერმინით archetelons. ეს სიტყვა აერთიანებს არჩიას, რაც ნიშნავს მთავარს ან უფროსს, და telons, გადასახადების ამკრეფს. ზაქე იყო თავისი რეგიონის მეზვერეთა უფროსი. იგი არ იდგა წინა ხაზზე, რომ გაღარიბებულ გლეხებთან თეთრებზე ევაჭრა ან წვრილ მოვაჭრეებთან მონეტებისთვის ეჩხუბა. იგი ზედამხედველობდა სხვა ამკრეფებს, რომლებიც ამ ბინძურ საქმეს აკეთებდნენ. იგი ადგენდა გეგმებს, რომლებიც თითოეულ დაქვემდებარებულს უნდა შეესრულებინა.
იგი პირდაპირ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რომაულ ხელისუფლებასთან კონტრაქტის პირობებსა და მოთხოვნილ კვოტებზე. იგი აგვარებდა დავებს თავის თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის. და, ბუნებრივია, მთელი ოპერაციის მოგების ყველაზე დიდ წილს თავად იღებდა. მისი ოპერაციების ბაზა კი ქალაქი იერიხონი იყო. დაფიქრდით ამ არჩევანის სტრატეგიულ მდებარეობაზე. იერიხონი მდებარეობდა იორდანეს ხეობაში, შთამბეჭდავ გეოგრაფიულ დეპრესიაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრით დაბლა. იგი იყო და დღესაც არის დედამიწის ყველაზე დაბალი დასახლებული წერტილი. სიცხე იქ წლის უმეტეს დროს ინტენსიური იყო, ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. მაგრამ მტკნარი წყლის ბუნებრივი წყაროები რწყავდა რეგიონს და უდაბნოს ამ ნაწილს მწვანე და ნაყოფიერ ოაზისად აქცევდა. რომაელები იერიხონს პალმების ქალაქს უწოდებდნენ. ფინიკის პალმები გზების გასწვრივ იყო ჩამწკრივებული და იძლეოდა ნაყოფს, რომელიც მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში გადიოდა ექსპორტზე. მაგრამ იერიხონის ნამდვილი საგანძური მაღალ ხეებზე არ იზრდებოდა. ეს იყო ბალზამი. იერიხონის ბალზამი იყო ძვირფასი არომატული ფისი, რომელიც სპეციალიზებული ტექნიკით მოიპოვებოდა ბუჩქებისგან, რომლებიც მხოლოდ მსოფლიოს ამ რეგიონში ხარობდა. მცენარე სხვა კლიმატში ვერ ცოცხლობდა. მისი რომში ან იმპერიის სხვა ნაწილებში გადარგვის მცდელობები არაერთხელ ჩაიფუშა. ამან შექმნა ბუნებრივი მონოპოლია, რაც ფასებს ასტრონომიულ დონემდე ზრდიდა. ანტიკურ სამყაროში ბალზამის ღირებულება მისივე წონის ოქროს უტოლდებოდა. ფისს იყენებდნენ ძვირად ღირებულ პარფიუმერიაში, რომლის ყიდვაც მხოლოდ არისტოკრატიას შეეძლო. იგი შედიოდა სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში, რომლებიც ჭრილობებისა და კანის დაავადებებისათვის სასწაულმოქმედად ითვლებოდა. იგი იყო სხვადასხვა ტრადიციის ტაძრების რელიგიური რიტუალების ნაწილი. პლინიუს უფროსმა რომაელმა ნატურალისტმა, რომელმაც მთელი იმპერიის პროდუქტების კატალოგი შეადგინა, დაწერა, რომ იერიხონის ბალზამი მთელი იუდეის ყველაზე ღირებული ნივთიერება იყო. ეგვიპტის დედოფლები და რომის იმპერატორები დიდძალ ქონებას იხდიდნენ პატარა, დალუქულ ფლაკონებში. იერიხონს ასევე პრივილეგირებული პოზიცია ეკავა ანტიკური სავაჭრო გზების გადაკვეთაზე. არაბეთიდან მომავალი სანელებლების ქარავნები იქ გადიოდნენ ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ გზაზე. აბრეშუმით მოვაჭრეები, რომლებსაც უზარმაზარი უდაბნოები ჰქონდათ გადალახული, იერიხონში ჩერდებოდნენ დასასვენებლად და სავაჭროდ. რომის ტაძრებისთვის განკუთვნილი საკმევლის ტვირთები ქალაქში სავალდებულო გაჩერებას აკეთებდნენ. ნატიფი ქსოვილებით, ძვირფასი ლითონებითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით მოვაჭრეები ავსებდნენ ადგილობრივ ბაზრებს. თითოეულ ამ ვაჭარს თითოეულ ძვირფასი საქონლით დატვირთულ აქლემს, ეგზოტიკური სანელებლების თითოეულ ტვირთს უნდა გაევლო საბაჟო პუნქტი გზის გაგრძელებამდე. ხოლო ვინც ამ პუნქტს აკონტროლებდა, იგი აკონტროლებდა სიმდიდრის თითქმის ამოუწურავ ნაკადს. ახლა თქვენ იწყებთ ზაქეს ქონების რეალური მასშტაბების გაგებას. იგი გადასახადებს არართმევ და ღარიბ მეთევზეებს, რომლებიც ძლივს ახერხებდნენ ოჯახების გამოკვებას გალილეის ზღვის ნაპირებზე. იგი არ ვაჭრობდა თეთრებზე მეცხვარეებთან მივიწყებულ სოფლებში. იგი ბეგრავდა საერთაშორისო ვაჭრობას რომის იმპერიის მთელი აღმოსავლეთ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ და სტრატეგიულ ქალაქში. რომში ან ალექსანდრიაში ექსპორტირებული ბალზამის თითოეული ფლაკონი ჯერმის ხელში გადიოდა. ყოველი უცხოელი ვაჭარი, რომელიც რეგიონს კვეთდა, იხდიდა ზაქეს ან მისი დაქვემდებარებულების მიერ დაანგარიშებულ ბაშს. ყოველი მნიშვნელოვანი კომერციული ტრანზაქცია ტოვებდა სოლიდურ პროცენტს იმ ხაზინაში, რომელსაც იგი განაგებდა. რომაული სისტემა უშვებდა და ახალისებდა კიდეც პუბლიკანების მხრიდან გათვლილ ბოროტმოქმედებას. არსებობდა იმპერიული დეკრეტებით დადგენილი ოფიციალური ტარიფები, დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მაქსიმალურ პროცენტებს სხვადასხვა ტიპის საქონლისა და ტრანზაქციისთვის. მაგრამ ამ წესების კონტროლი დაშორებულ პროვინციებში პრაქტიკულად არ არსებობდა. რომს აინტერესებდა აკრეფილი თანხის საერთო რაოდენობა და არა მისი მიღების მეთოდები. ზაქესნაირმა გამოცდილმა პუბლიკანმა იცოდა ათობით ტექნიკა პირადი შემოსავლის მაქსიმიზაციისთვის. მას შეეძლო ემტკიცებინა, რომ კონკრეტული საქონელი იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე ვაჭარი აცხადებდა და გადასახადი თვითნებურად გაზრდილი ღირებულებიდან აეღო. მას შეეძლო მოეთხოვა დამატებითი გადასახადი არარსებული ან არასაჭირო ბიუროკრატიული მომსახურებისთვის. მას შეეძლო განზრახ შეეფერხებინა ტვირთის გაშვება, სანამ ვაჭარი პროცესის დასაჩქარებლად ქრთამს არ შესთავაზებდა. მას შეეძლო უბრალოდ გამოეგონა ახალი გადასახადები და გამოეწვია დაზარალებული ვაჭარი, რომ ეჩივლა რომაულ ხელისუფლებასთან, რომელსაც იშვიათად აინტერესებდა დავები იუდეველებს შორის და თითქმის ყოველთვის მართალს ტოვებდა ამ კრებს, რომელიც იმპერიულ შემოსავალს უზრუნველყოფდა.
ზაქემ იცოდა სისტემის ყოველი ასეთი ხვრელი და მათ ფინანსური ოსტატობით იყენებდა. თავად ბიბლიური ტექსტი ამას ცალსახად ადასტურებს. როდესაც იესო შედის მის სახლში იმ ნაშუა დღეს, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, ზაქე დგება და მოწმეების წინაშე საჯარო განცხადებას აკეთებს. იგი პირობას დებს, რომ ოთხმაგად დაუბრუნებს ყველას, ვისაც რამე გამოსცალა. ეს არ იყო ემოციური იმპულსით შერჩეული შემთხვევითი ფრაზა. მოსეს რჯულში, რომელიც ჩაწერილია გამოსვლის 22 თავის პირველიდან მეოთხე მუხლამდე, ოთხმაგი ანაზღაურება მოითხოვებოდა სპეციფიკურად იმ ცხოველების მოპარვის შემთხვევაში, რომლებიც გაყიდული ან დაკლული იყო. ეს იყო ისრაელის კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სხვისი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ზუსტად ამ ფორმულის გამოყენებით, ზაქე საჯაროდ აღიარებდა იესოსა და ყველას წინაშე, ვისაც ესმოდა, რომ მისი სიმდიდრე მოიცავდა თანამემამულეებისგან მოპარულ ფულს. ოთხმაგად. დაფიქრდით, რა ფინანსურ მოცულობას წარმოადგენდა ეს. თუ ზაქემ აიღო ვალდებულება ოთხმაგად დაებრუნებინა ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში მეზვერეთა უფროსობისას გამოძალვით ჰქონდა მიღებული და ამის მიუხედავად განაცხადა, რომ დარჩენილი ქონების ნახევარს ღარიბებს დაურიგებდა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. მისი ქონება იყო აბსოლუტურად კოლოსალური, ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს შეეძლო წარმოედგინა. ისტორიკოსები, რომლებიც სწავლობენ რომაული პერიოდის ეკონომიკას, ვარაუდობენ, რომ იერიხონისნაირ სავაჭრო ქალაქში მეზვერეთა უფროსის მიერ დაგროვილი ქონება შესაძლოა ასობით ვერცხლის ტალანტს გატოლებოდა. ამ ციფრის გასაგებ მასშტაბებში წარმოსადგენად გაითვალისწინეთ შემდეგი: ერთი ტალანტი იყო წონის ერთეული, რომელიც დაახლოებით 34 კილოგრამი ძვირფასი ლითონის ტოლი იყო. ჩვეულებრივი მუშის, დურგლის, მეთევზის ან მიწათმოქმედის წლიური ხელფასი დაახლოებით 1 ტალანტი იყო. დაბალი რანგის რომაელი ჯარისკაცი კიდევ უფრო ნაკლებს იღებდა. ზაქე სავარაუდოდ ფლობდა სიმდიდრეს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის რამდენიმე საუკუნის შრომის ტოლი იყო. იგი არაჩვეულებრივად მდიდარი იყო ყველაზე მდიდართა სტანდარტებითაც კი. მაგრამ მთელ ამ ქონებას მოჰყვებოდა ფასი, რომელიც საბუღალტრო ჩანაწერებში არ ჩანდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავდა ზაქეს ტყავში ყოფნა დღითი დღე. გაღვიძება მდიდრულ სასახლეში, რომელიც გარშემორტყმული იყო მორწყული ბაღებით და რომელსაც ათობით შინაური მონა ემსახურებოდა, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ყოველი იუდეველი მეზობელი გონებაში აფურთხებდა მისი სახელის წარმოთქმისას. ჰქონდეს საკმარისი ფული ნებისმიერი მატერიალური ნივთის საყიდლად, რაც კი ცნობილი სამყაროს ბაზრებზე არსებობდა, გარდა ერთი რამისა, თანამემამულეების გულწრფელი პატივისცემისა. შესვლა იერიხონის ბაზარში პირადი შესყიდვებისთვის და იმის დანახვა, თუ როგორ განზედგებოდნენ ვაჭრები, რათა მასთან საუბრისას არავის დაენახა. მცდელობა ადგილობრივ სინაგოგაში რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობისა და თორის წაკითხვის ან კურთხევის წარმოთქმის აკრძალვა, რადგან მისი ყოფნა რიტუალურად შებილწავდა წმინდა სივრცეს. მაღალი რანგის პუბლიკანის სოციალური იზოლაცია იყო აბსოლუტური და გარდაუვალი. ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ზაქეს უდავოდ ჰყავდა ოდესღაც, ვეღარ გამოჩნდებოდნენ მის გარემოცვაში რიტუალური დაბინძურების რისკის გარეშე, რაც მათსავე ოჯახებს შეეხებოდა. მისი ბიოლოგიური ოჯახი სავარაუდოდ იმავე ოსტრაკიზმს განიცდიდა ასოციაციის გამო. თუ ზაქეს შვილები ჰყავდა, ისინი მამის პროფესიულ სირცხვილს წარუშლელ ნიშნად ატარებდნენ. თუ ცოლი ჰყავდა, მას საზოგადოება მოღალატე კოლაბორაციონისტის ნებაყოფლობით თანამონაწილედ აღიქვამდა. ფული ყიდულობდა მატერიალურ კომფორტს სიუხვით, მაგრამ ყოველი დაგროვილი მონეტა იყო კიდევ ერთი აგური იმ უხილავ კედელში, რომელიც ზაქეს საკუთარი იუდეური თემის განაცალკევებდა. ამ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში იყო სპეციფიკური და სასტიკი სიმარტოვე. ეს არ იყო უბრალო სიმარტოვე იმისა, ვის გვერდითაც ფიზიკურად არავინ არის. ეს იყო ბევრად უარესი. ეს იყო სიმარტოვე იმისა, ვინც მუდმივად გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც მას აშკარად ან შეწუხებული დუმილით ეზიზღებიან. ზაქე ცხოვრობდა ხალხმრავალ ქალაქში, სადაც ქუჩები და ბაზრები სავსე იყო ხალხით, მაგრამ მას ისე ეპყრობოდნენ, თითქოს რეალურად არც არსებობდა. ან კიდევ უარესი, თითქოს მისი უბრალო არსებობა იყო მუდმივი შეურაცხყოფა ღვთისა და ისრაელის წინაშე. და აი იმ კონკრეტულ დღეს იესო მივიდა იერიხონში. ამბავი ქალაქში იმ სისწრაფით გავრცელდა, რომელსაც მხოლოდ მნიშვნელოვანი ჭორები აღწევს. გალილეელი მოხეტიალე რაბი ჩიშკარში შემოდიოდა. ის კაცი, რომელიც კურნავდა განუკურნებელ სნეულებს, დევნი და დემონებს შეპყრობილთაგან, ამრავლებდა საჭმელს მშიერი ბრბოსთვის და შთამბეჭდავი ავტორიტეტით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე. ზოგი მას ელიას ხაზის წინასწარმეტყველს უწოდებდა. სხვები უფრო გაბედულნი და იმედიანი ჩურჩულებდნენ, რომ ის შესაძლოა თავად ძველ წერილებში აღთქმული მესია ყოფილიყო.
ქუჩებში, სადაც იესოს უნდა გაევლო, სწრაფად შეიკრიბა ბრბო. ყველას სურდა ახლოდან ენახა კაცი, რომელიც ერთდროულად ასეთ წინააღმდეგობასა და აღტაცებას იწვევდა. ზაქესაც სურდა ნახვა. ლუკას მიერ ჩაწერილი ეს დეტალი აბსოლუტურად გადამწყვეტია იმის გასაგებად, თუ რა მოხდა შემდეგ. ბერძნული ტექსტი ამბობს, რომ ზაქე ცდილობდა დაენახა, ვინ იყო იესო. გამოყენებული ზმნა მიუთითებს განზრახულ ძალისხმევაზე და არა გამვლელის შემთხვევით ცნობის მოყვარეობაზე. იგი უბრალოდ ქუჩაში არ მიდიოდა, როცა ბრბოს გადააწყდა და შეხედვა გადაწყვიტა. იგი სახლიდან განზრახ გამოვიდა კონკრეტული მიზნით, ეპოვა იესო. ტექსტი არ ამბობს, რომ ზაქეს რამის თხოვნა სურდა. არ ახსენებს განკურნებად სნეულებას, განსადენ დემონს ან მოსაგვარებელ პრობლემას. მხოლოდ ნახვა. იყო რაღაც ამ ნაზარეველ კაცში, რამაც ღრმა ცნობის მოყვარეობა გააღვიძა მთელი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მოძულებული და მატერიალურად წარმატებული იუდეველის გულში. მაგრამ ზაქე ფიზიკური პრობლემის წინაშე დადგა, რაც მის გეგმას ართულებდა. ბიბლიური ტექსტი ნათლად ამბობს, რომ იგი ტანმორჩილი იყო. ჩვენ არ ვიცით მისი ზუსტი სიმაღლე სანტიმეტრებში ან მტკაველებში. მაგრამ იგი იმდენად დაბალი იყო, რომ იერიხონის ვიწრო ქუჩებში შეკრებილი ბრბოს თავებს ზემოთ ვერაფერს ხედავდა. და აქ ჩნდება სხვა პრობლემა, ბევრად უფრო დიდი და მტკივნეული, ვიდრე უბრალოდ სხეულის სიმაღლის საკითხი. ბრბოში არავინ გაუხსნა გზა, რომ წინ გაეტარებინათ. წარმოიდგინეთ ეს სცენა ყურადღებით. იერიხონის ყველაზე მდიდარმა კაცმა, რომელსაც ჰქონდა საკმარისი პოლიტიკური ძალაუფლება, რომ ერთი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით ფინანსურად გაენადგურებინა ქალაქის ნებისმიერი ვაჭარი, ვერ მიაღწია იმას, რომ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს რამდენიმე სანტიმეტრით დაეთმო ადგილი მისი გატარებისთვის. მის დაგროვილ ფულს შეეძლო ეყიდა რეგიონის საუკეთესო სახლები, ათობით გაწვრთნილი მონა, ძვირფასი ბალზამის მთელი ტვირთები რომაელი მოხელეების კეთილგანწყობა. მაგრამ მან ვერ იყიდა ერთი მტკაველი მიწა ჩვეულებრივ ადამიანებს შორის საჯარო ქუჩაზე. კოლექტიური უარყოფა იმდენად სრული, იმდენად აბსოლუტური, იმდენად გამჯდარი იყო სოციალურ ქსოვილში, რომ მან ძალის გამოყენებით გზის გაკაფვა არც კი სცადა. დაფიქრდით ამაზე. ზაქეს რომ ებრძანა შეიარაღებული მცველებისთვის ბრბოში გზის გაკაფვა, იგი ალბათ მიაღწევდა თავის მყისიერ მიზანს. მას ჰქონდა რესურსი მოძალადე კაცების დასაქირავებლად. მას ჰქონდა რომაული კავშირები, რომლებიც მის ნებისმიერ ქმედებას დააკანონებდნენ. მაგრამ რაღაცამ შეაჩერა იგი ამ ძალაუფლების გამოყენებისგან იმ კონკრეტულ მომენტში. შესაძლოა, ინსტინქტურად იცოდა, რომ უხეში ძალა მხოლოდ გაზრდიდა იმ სიძულვილს, რომელიც მას ისედაც ყოველი მხრიდან გარს ეხვია. შესაძლოა, თავისი ცხოვრების იმ უნიკალურ მომენტში მას სურდა, რომ მოპყრობოდნენ როგორც ჩვეულებრივ იუდეველს სხვა იუდეველებს შორის და არა როგორც იმ საშინელ და საძულველ პუბლიკანს, რომელსაც ყველა იცნობდა. შესაძლოა, იგი დაიღალა თავისი ყოფნის თავსმოხვევით და სურდა, წლების განმავლობაში პირველად უბრალოდ კუთვნილება ეგრძნო. მაშინ მან მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელსაც არავინ ელოდა. იგი ბრბოს წინ გაუსწრო იესოს სავარაუდო გზაზე შესაფერისი ხე იპოვა და მასზე აძვრა, როგორც ცელკი ბიჭი, რომელიც საყვედურს გაურბის. ხე იყო სიკომორო, ველური ლეღვის სახეობა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო იერიხონის რეგიონში. მისი ტოტები შედარებით დაბლა იზრდებოდა, ხოლო განიერი ტანი მყარს საყრდენს აძლევდა მასზე ასვლის მსურველს. ეს იყო სრულყოფილი ხე ზაქეს იმპროვიზირებული მიზნისთვის. და აი, ისიც. არქეტლონს გადასახადების ამ კრებთა უზენაესი უფროსი, ქალაქის ყველაზე მდიდარი და საძულველი კაცი, ხის ტოტებზე ჩამოკიდებული, როგორც ქუჩის ბიჭი, რომელსაც დასაცავი ღირსება აღარ გააჩნია. სხვა ვითარებაში ეს სცენა კომიკური იქნებოდა. პატივსაცემი ზრდასრული კაცი, სავარაუდოდ ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი, რომელიც მის სიმდიდრეზე მეტყველებდა, ქალაქის შუაგულში ლეღვის ხის ტანს ჩახუტებული. მაგრამ სცენა მხოლოდ სასაცილო არ იყო. იგი ღრმად ამჟღავნებდა ზაქეს შინაგან მდგომარეობას იმ მომენტში. იგი მზად იყო აბსოლუტური საჯარო სირცხვილისთვის, რათა ნაზარეველი იესო დაენახა. ზაქესნაირი სოციალური და ფინანსური მდგომარეობის მქონე კაცი უბრალოდ არ ადიოდა ხეებზე. მას უნდა შეენარჩუნებინა პროფესიული ღირსება დაქვემდებარებულებისა და კონკურენტების წინაშე. მას უნდა დაეცვა სერიოზული კაცის რეპუტაცია რომაელ მოხელეებთან, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მას უნდა შეენარჩუნებინა ძალაუფლებისა და კონტროლის იმიჯი იმ მოსახლეობის წინაშე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევდა. ხეზე ასვლა ერთბაშად ანადგურებდა ყველა ამ სათუთად ნაგებ კონსტრუქციას. მაგრამ იმ გადამწყვეტ მომენტში, როგორც ჩანს, ზაქესთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მას იესოს ნახვა სურდა.
და იგი მზად იყო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც ადამიანურად აუცილებელი იყო ამის მისაღწევად. მაშინაც კი, თუ ეს მას პატივისცემის იმ უკანასკნელ ნამცეცებს დაუკარგავდა, რაც შესაძლოა კიდევ დარჩენოდა. გამლელმა ბრბომ უდავოდ შეამჩნია ეს სასაცილო სცენა. ალბათ იყო აშკარა სიცილი და მეზობლებს შორის გაცვლილი ბოროტი კომენტარები. თითები ალბათ იმ ტოტებისკენ იყო მიშვერილი, სადაც დიდი პუბლიკანი მოუხერხებლად ბალანსირებდა. ხუმრობები მძლავრ გადასახადების ამ კრებსზე, რომელიც მწიფე ხილივით ეკიდა, ალბათ სწრაფად გავრცელდა. კიდევ ერთი დამცირება იმ გრძელ სიაში დასამატებლად, რომელსაც ზაქე ატარებდა. და მაშინ მოხდა რაღაც აბსოლუტურად მოულოდნელი. იესომ სვლა შეაჩერა. იგი გაჩერდა ზუსტად იმ ხის ქვეშ, სადაც ზაქე ფოთლებს შორის იმალებოდა. აიხედა ზემოთ, პირდაპირ იმ კაცისკენ, რომელიც შეუმჩნევლად დარჩენას ცდილობდა. და ზაქეს მისი პირადი სახელით დაუძახა. დაფიქრდით ამ სცენის დამანგრეველ და საოცარ ზემოქმედებაზე. იესოს მანამდე არასოდეს უნახავს იერიხონი. სახარებები არ აღწერენ მის არცერთ ადრინდელ მოგზაურობას ამ ქალაქში. იგი პირადად არ იცნობდა ზაქეს წინა შეხვედრებიდან. იგი არ წარუდგენიათ საერთო მეგობრებს. ასობით ან შესაძლოა ათასობით ადამიანის ხმაური ამ ბრბოში, რომელიც ქუჩებში იყო შეკრებილი, იესომ ამოიცნო კონკრეტული კაცი, რომელიც ხის ფოთლებში იმალებოდა და მისი სახელი შინაურულად წარმოთქვა. ზაქე, სასწრაფოდ ჩამოდი, რადგან დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე. იესოს სიტყვები არ ყოფილა თავაზიანი თხოვნა, რომელიც დასტურს ელოდა. ეს არ ყოფილა ფორმალური მოწვევა, რომელიც პასუხს ელოდა. ეს იყო განზრახვის კატეგორიული დეკლარაცია. იესოს არ უკითხავს, შეეძლო თუ არა პუბლიკანის სახლის მონახულება. მას არ დაუცდია ფორმალური მოწვევისთვის იმდროინდელი სტუმართმოყვარეობის წესების შესაბამისად. მას არ შეუთავაზებია უარის თქმის ან გადადების ვარიანტი. მან უბრალოდ განაცხადა, რომ იმავე დღეს ზაქეს რეზიდენციაში დაბინავდებოდა. გარშემო მყოფი ბრბოს რეაქცია იყო მყისიერი, კოლექტიური და ინტენსიურად ნეგატიური. ლუკა აღნიშნავს, რომ ყველამ დაიწყო აღშფოთებული დრტვინვა. ყველამ. არა მხოლოდ რამდენიმე მკაცრმა ფარისეველმა. არა მხოლოდ რელიგიურმა ლიდერებმა, რომლებიც რიტუალურ სიწმინდეზე ზრუნავდნენ. ყველა დამსწრემ, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გააკრიტიკა იესოს გადაწყვეტილება, შესულიყო ცნობილი ცოდვილის სახლში. დააკვირდით სოციალურ დინამიკას, რომელიც აქ ვლინდება. იგივე ბრბო, რომელმაც ზაქეს გზა არ დაუთმო, ახლა იესოს აკრიტიკებდა მასთან ნებაყოფლობით მისვლის გამო. იგივე კოლექტიური ზიზღი, რომელიც სისტემატურად რიცხავდა პუბლიკანს ისრაელის რელიგიური და სოციალური ცხოვრებიდან, ახლა ცდილობდა იესოს გამოერიცხა თავისი წრიდან. ზაქეს მიმართ უარყოფა იმდენად ღრმა იყო, რომ იგი ავტომატურად ვრცელდებოდა ნებისმიერზე, ვინც მასთან დაკავშირებას გაბედავდა. მაგრამ იესომ სრული გულგრილობა გამოიჩინა ამ დრტვინის მიმართ. იგი ზაქეს სახლისკენ გაემართა, სანამ ბრბო მზარდი სკანდალით აკვირდებოდა. იგი კარში შევიდა, როგორც საპატიო სტუმარი. დაჯდა შეშინებული მსახურების მიერ ნაჩქარევად მომზადებულ სუფრასთან. და სრული სადილი მიირთვა ქალაქის ყველაზე საძულელ კაცთან ერთად. პირველი საუკუნის იუდეურ კულტურულ კონტექსტში ტრაპეზის გაზიარება ნიშნავდა ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ საკვების მიღებას ერთ ფიზიკურ გარემოში. ერთად ჭამა იყო ადამიანებს შორის ღრმა ზიარების აქტი. ეს ნიშნავდა ურთიერთაღიარებას და გაზიარებული ღირსების აღიარებას. ეს მიუთითებდა ურთიერთობის სიახლოვეზე, რომელიც სცილდებოდა უბრალო სოციალურ ფორმალობებს. ეს საჯაროდ აცხადებდა, რომ თანამეინახეები ერთმანეთს ერთმანეთის კომპანიის ღირსად მიიჩნევდნენ. ამ მიზეზით ყველაზე მკაცრი ფარისევლები სკანდალდებოდნენ ყოველთვის, როცა იესო იღებდა მოწვევას პუბლიკანებთან და აშკარად ცოდვილებთან ერთად ჭამაზე. ეს არ იყო ეტიკეტის ან გასტრონომიული უპირატესობის საკითხი. ეს იყო თეოლოგიური დეკლარაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებდა ღვთისსასუფეველში მონაწილეობას. ზაქეს სუფრასთან დაჯდომითა და მისი საჭმლის ჭამით, იესო რევოლუციურ გზავნილს გადასცემდა ყველას, ვისაც ესმოდა, ეს მოძულებული კაცი არ არის ღვთიური მადლის მიღმა. ის, რაც იმ სახლში მოხდა იმ ტრაპეზის დროს, აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა ზაქეს ცხოვრებაში. საუბრის გარკვეულ მომენტში ზაქე თავისი ადგილიდან წამოდგა და ყველა დამსწრის წინაშე საჯარო განცხადება გააკეთა. სიტყვები, რომლებიც იმ წამს მისი ბაგეებიდან ამოვიდა, ქრისტიანული ისტორიის 2000 წლეულის განმავლობაში გაიჟღერებდა. უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს ვაძლევ. და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ. ამ არაჩვეულებრივი დაპირების წინ არ ყოფილა შესამჩნევი ხოხმანი.
მას არ უთხოვია დრო ფინანსურ შედეგებზე მოსაფიქრებლად. მას არ გაუვლია კონსულტაცია ბუღალტრებთან ან ადმინისტრატორებთან განხორციელებადობის შესახებ. მას არ უაჭრია პირობებზე ან გადახდის ვადებზე. იესოს თავის სახლში მიღებიდან რამდენიმე წუთში საქემ ნებაყოფლობით აიღო ვალდებულება, გაეუქმებინა წლების განმავლობაში ნაწარმოები ექსპლუატატორული პრაქტიკა. ქონების ნახევარი დაუყოვნებლივ დაურიგდა ღარიბებს. იმ ზომის ქონებაში, რომელსაც ზაქე უდავოდ ფლობდა, ეს დაპირება წარმოადგენდა რესურსების აბსოლუტურად ასტრონომიულ რაოდენობას. ელეგანტური სახლები გაიყიდებოდა და ფული დარიგდებოდა. ნაყოფიერი მიწები ლიკვიდირებული იქნებოდა გაჭირვებულთა სასარგებლო. შინაური მონები გათავისუფლდებოდნენ ან გადაეცემოდნენ სხვას. სეიფებში შენახული ოქროსა და ვერცხლის მონეტები მათხოვრების ხელებში ჩაიღვრებოდა. საწყობებში დაგროვილი ძვირფასი საქონელი იერიხონის ღარიბთა დახმარებად გადაიქცეოდა. იგივე ადამიანები, რომლებსაც ზაქე წლების განმავლობაში ექსპლუატაციას უწევდა როგორც მეზვერეთა უფროსი, ახლა მისი გარდაქმნილი გულუხობის პირდაპირი ბენეფიციარები ხდებოდნენ. ხოლო ყველა დაზარალებულისთვის აღთქმული ოთხმაგი ანაზღაურება ასრულებდა რადიკალური ცვლილების სურათს. თითოეული ვაჭარი, რომელსაც თვითნებურად გაბერილი გადასახადი ჰქონდა გადახდილი, დაკარგულ თანხას ოთხმაგად დაიბრუნებდა. თითოეული გლეხი, რომელსაც უსამართლოდ ჩამოართვეს ქონება, მრავალჯერადი გულუხობით მიიღებდა კომპენსაციას. თითოეულ მოგზაურს, რომელსაც საბაჟო პუნქტში ფული გამოსცალეს, დანაკარგი არა მხოლოდ დაუბრუნდებოდა, არამედ ოთხმაგად აუნაზღაურდებოდა. თუ ზაქემ მართლაც შეასრულა ეს არაჩვეულებრივი დაპირება მომდევნო დღეებსა და კვირებში და ბიბლიური ტექსტი არ იძლევა საფუძველს მის გულწრფელობაში ეჩვის შესატანად, მან ალბათ დაასრულა ანაზღაურების ეს პროცესი ბევრად უფრო ნაკლები მატერიალური სიმდიდრით, ვიდრე იმ გარდამტეხ დილას ფლობდა. ცვლილება არ ყოფილა მხოლოდ სულიერი, ემოციური ან თეოლოგიური. იგი იყო კონკრეტული, მატერიალური, გაზომვადი დათვლილი მონეტებითა და გადაცემული საკუთრებით. იესოს პასუხმა ზაქეს სიტყვებზე საბოლოოდ დაადასტურა ამ წარმოუდგენელი შეხვედრის მნიშვნელობა. დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც აბრაამის ძეა. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად. ეს ერთი შეხედვით მარტივი განცხადება ატარებდა უზარმაზარ თეოლოგიურ წონას, რომელიც ორიგინალ მსმენელებს უდავოდ ესმოდათ. აბრაამის ძე. ეს გამოთქმა იყო უმაღლესი პატივის ტიტული ნებისმიერი იუდეველისთვის. ეს ნიშნავდა კუთვნილებას იმ წმინდა აღთქმისადმი, რომელიც დაიდო ღმერთსა და ისრაელის დამფუძნებელ პატრიარქს შორის. ფარისევლები და მწიგნობრები ასწავლიდნენ, რომ ზაქესნაირმა პუბლიკანებმა დაკარგეს ეს დაბადებით მიღებული უფლება წარმართ ოკუპანტებთან თანამშრომლობით. ისინი ამბობდნენ, რომ მათ საკუთარი პროფესიული არჩევანით თავად გამორიცხეს თავი ისრაელის სულიერი მემკვიდრეობიდან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ისინი აღარ იყვნენ ნამდვილი იუდეველები არც ერთი მნიშვნელოვანი სულიერი გაგებით. იესომ დაანგრია ეს თეოლოგიური გამორიცხვა ერთი დეკლარაციული ფრაზით. ესეც აბრაამის ძეა. სიტყვა ესეც გადამწყვეტი იყო. იგი მიუთითებდა, რომ ზაქე არ იყო მარტო თავის აღდგენილ მდგომარეობაში. სხვა გარიყულები და მოძულებულებით შეიძლებოდა ყოფილიყვნენ აღიარებულნი აბრაამის კანონიერ შვილებად. ხსნა არ იყო დამოკიდებული დაგროვილ რიტუალურ დამსახურებებზე ან შენარჩუნებულ ცერემონიულ სიწმინდეზე. იგი დამოკიდებული იყო ღვთისმოწოდებაზე გულწრფელ და კონკრეტულ პასუხზე. დაკარგული. იესომ განზრახ გამოიყენა სამწყსო ენა, რომელიც აღძრავდა მწყემსის ხატებას, რომელიც სახიფათო რელიეფზე დაკარგულ ცხვარს ეძებს. ზაქე არ იყო ყოველგვარ იმედს მიღმა საბოლოოდ დაკარგული შემთხვევა. იგი იყო ცხვარი, რომელიც გზას აცდა მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით და ახლა საბოლოოდ ბრუნდებოდა ფარეხში. ინიციატივა ეკუთვნოდა იესოს, რომელიც აქტიურად მოვიდა საძებნელად. პასუხი ეკუთვნოდა ზაქეს, რომელმაც გულწრფელი სიხარულით მიიღო მოულოდნელი სტუმრობა. ეს გარდამტეხი შეხვედრა მოხდა იერუსალიმის ფინალურ მოვლენებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. იესო განზრახ მიდიოდა დედაქალაქისკენ პასექის დღესასწაულზე, რომელიც მისი უკანასკნელი მიწიერი გამოცდილება გახდებოდა. იერიხონი იერუსალიმიდან პირდაპირი ხაზით დაახლოებით 25 კილომეტრით იყო დაშორებული, თუმცა რეალური გზა უფრო გრძელი იყო მთიანი რელიეფის გამო. იქიდან იესო უნდა ასულიყო იუდეის მთების ციცაბო ფერდობებზე წმინდა ქალაქამდე, სადაც მას ოსანათი შეხვდებოდნენ, მოწაფე უღალატებდა, ღამით დააპატიმრებდნენ, უკანონოდ გაასამართლებდნენ, საჯაროდ აწამებდნენ და რომაულ ჯვარზე სიკვდილით დასჯიდნენ. საკუთარი მსხვერპლშეწირული სიკვდილისკენ მიმავალ ამ საზეიმო გზაზე, იესომ განზრახ შეაჩერა სვლა, რათა გადაერჩინა ყველასგან მოძულებული გადასახადების ამკრეფი.
არის რაღაც ღრმად განზრახული და თეოლოგიურად მნიშვნელოვანი მოვლენების ამ თანმიმდევრობაში, რომელიც ლუკამ ჩაწერა. მახარებელი პროფესიით ექიმი იყო, ხოლო ლიტერატურული მოწოდებით ფრთხილი ისტორიკოსი. მან გამოიკვლია წყაროები, გამოკითხა თვითმხილველები, მასალები კრიტერიუმებით დაალაგა. მისი თხრობა შემთხვევით არ აგებულა. ზაქეს ისტორიის მოთავსება იესოს იერუსალიმში ტრიუმფალურ შესვლამდე უშუალოდ არ ყოფილა დამთხვევა ან სარედაქციო შემთხვევითობა. იესო საჯაროდ აჩვენებდა უკანასკნელად თავის ვნებამდე მთელი თავისი მიწიერი მისიის ნამდვილ გულს. იგი არ მოვიდა მათთვის, ვინც თავს საკუთარი დამსახურებით მართლად მიიჩნევდა, არამედ სპეციფიკურად იმ ცოდვილებისთვის, რომლებიც აღიარებდნენ თავიანთ საჭიროებას. იგი არ მოვიდა რიტუალურად სუფთებისთვის, რომლებიც ფრთხილ დისტანციას იცავდნენ ყოველგვარი ბილწებისგან, არამედ მათთვის, ვინც რელიგიური საზოგადოების მიერ გამოუსწორებლად შებილწულად ითვლებოდა. იგი არ მოვიდა სოციალურად მიღებულთათვის, რომლებსაც გარანტირებული ადგილი ჰქონდათ სინაგოგებსა და ტაძარში, არამედ გარიყულთათვის, რომლებიც ქუჩის ბრბოში ადგილსაც კი ვერ პოულობდნენ. ზაქე თავის პიროვნებაში განასახიერებდა აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ისრაელის ოფიციალური რელიგია უწმინდურად და უღირსად მიიჩნევდა. და სწორედ ეს კონკრეტული კაცი აირჩია იესომ ხსნის უკანასკნელ საჯარო მაგალითად, სანამ თავისავე მაცხოვრებელ მისიას ჯვრისა და აღდგომის მეშვეობით შეასრულებდა. ტრანსფორმაცია, რომელიც ზაქემ იმ ნაშუა დღეს განიცადა, არ დასრულებულა მაშინ, როცა იესომ მეორე დღეს იერიხონი დატოვა. ადრეულმა ქრისტიანულმა ტრადიციამ შემოინახა მოგონებები და ცნობები იმის შესახებ, თუ რა დაემართა ყოფილ პუბლიკანს მომდევნო წლებში. ქრისტიანული ეპოქის პირველ საუკუნეებში დაწერილი ზოგიერთი ანტიკური წყაროს თანახმად, ზაქე გახდა იესოს ერთგული მიმდევარი და მოწაფეთა თემის აქტიური წევრი. აღდგომისა და ქრისტიანული მოძრაობის საწყისი გაფართოების შემდეგ, იგი თავად მოციქულ პეტრეს მიერ კესარიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. სხვა ალტერნატიული ტრადიციები მას პეტრეს თანამგზავრად მიიჩნევენ ხმელთაშუაზღვისპირეთში მისიონერული მოგზაურობების დროს. არ არსებობს ამ გვიანდელი ცნობების სიზუსტის ისტორიული შემოწმების შესაძლებლობა. ისინი ჩნდებიან ტექსტებში, რომლებიც აღწერილი მოვლენებიდან თაობების ან საუკუნეების შემდეგ დაიწერა. მათ შესაძლოა შეიცავდნენ კეთილმსახურებით გადამუშავებულ დეტალებს ან მსგავსი სახელის მქონე სხვა ისტორიულ ფიგურებთან აღრევას. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ასეთი ტრადიციები არსებობდა და ვრცელდებოდა, მნიშვნელოვან რამეს გვიჩვენებს. ზაქეს ისტორია კვლავაც ცოცხლად ჟღერდა ადრეული ქრისტიანული თემების კოლექტიურ მეხსიერებაში იერიხონის იმ ნაშუადღევიდან დიდი ხნის შემდეგ. იგი არ დავიწყებიათ და არც უმნიშვნელოდ მიუჩნევიათ იესოსთან შეხვედრის შემდეგ. მისი გარდასახვა დარჩა ცოცხალ და შთამაგონებელ მაგალითად კონვერტიტთა მომდევნო თაობებისთვის. ის, რაც აბსოლუტურად შემოწმებადია, არის მისი მოკლე ნარატივის ხანგრძლივი თეოლოგიური და პასტორალური გავლენა. ზაქე გახდა მუდმივი და უნივერსალური მაგალითი იმისა, რომ არც ერთი ადამიანი, მიუხედავად მისი წარსული ისტორიისა თუ აწყო რეპუტაციისა, არ არის საბოლოოდ ღვთის გარდამსახველი მადლის მიღმა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში და დღემდე უამრავი ქრისტიანული ტრადიციის მქადაგებლები იყენებდნენ ზაქეს სახელს იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სინანული, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული მოქმედება. მისი მყისიერი გადაწყვეტილება მოპარულის ოთხმაგად ანაზღაურების შესახებ გახდა პრაქტიკული მოდელი იმისა, თუ როგორ წარმოშობს შინაგანი მოქცევა აუცილებლად გარეგან, გაზომვად ნაყოფს. მისი გასაოცარი თავმდაბლობა მთელი ქალაქის წინაშე ხეზე ასვლისას გახდა ღვთის გულწრფელი ძიების უნივერსალური სიმბოლო, რომელიც აღემატება ზრუნვას პირად ღირსებასა თუ რეპუტაციაზე. სახლი, რომელიც ადრე სისტემატური ექსპლუატაციის უპირველესი სიმბოლო იყო, გახდა გულუხვი ანაზღაურებისა და თემთან შერიგების ადგილი. მონეტები, რომლებიც ზედმეტი და თაღლითური აკრეფით შედიოდა, დაიწყო გამოსვლა მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად და სხვათა ტანჯვის შესამსუბუქებლად. იესოს არ მოუთხოვია ზაქესგან აბსოლუტურად მთელი ქონების მიტოვება გულწრფელობის დასამტკიცებლად. მან მოითხოვა იმის მნიშვნელობისა და გამოყენების რადიკალური შეცვლა, რასაც იგი ფლობდა. ქრისტეს საბოლოო განცხადება ზაქეს შესახებ კვლავაც ეხმიანება საუკუნეებს უცვლელი ძალით. დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც აბრაამის ძეა. იერიხონის ერთ სასადილო ოთახში წარმოთქმული ამ ერთი ფრაზით იესომ გააუქმა ინსტიტუციონალიზებული რელიგიური გამორიცხვის წლები. კაცი, რომელსაც ყველაზე მკაცრი ფარისევლები ზედმეტად რიტუალურად უწმინდურად მიიჩნევდნენ იმისთვისაც კი, რომ იერუსალიმის ტაძრის ეზოებში ფეხი დაედგა, საჯაროდ გამოცხადდა ათასწლეულების წინ აბრაამისთვის მიცემული წმინდა აღთქმის კანონი ვერ მემკვიდრედ. ზაქეს არ დასჭიროებია პროფესიის შეცვლა გადარჩენილად გამოცხადებისთვის. მას დასჭირდა გულის შეცვლა, ფულთან დამოკიდებულების შეცვლა, პოზიციის შეცვლა მათ წინაშე, ვისაც ავნო.
და შესაძლოა, ეს არის ზუსტად ის ცენტრალური წერტილი, რომელსაც ბევრი აჩქარებული მკითხველი კარგავს, როცა თვალს სწრაფად გადაავლებს ამ ერთი შეხედვით მარტივ ისტორიას. ზაქეს მაცხოვნებელი ტრანსფორმაცია არ დაწყებულა იმ მომენტში, როცა იგი ხიდან ჩამოვიდა იესოს მოწოდების საპასუხოდ. იგი მანამდე დაიწყო? იგი დაიწყო მაშინ, როცა მან მიიღო სარისკო გადაწყვეტილება, ასულიყო იმ ლეღვის ხეზე მთელი ქალაქის წინაშე, რომელიც მას ეზიზღებოდა. როცა მან ნებაყოფლობით აირჩია სრული საჯარო დამცირება მხოლოდ იმისთვის, რომ შორიდან დაენახა ის, ვისაც ყველა ამბობდა, რომ აღთქმული მესია იყო. როცა მან ჩუმად აღიარა ხეზე ასვლის აქტით, რომ მთელი მისი უზარმაზარი და გროვილი სიმდიდრე ვერ ავსებდა იმ ღრმა სიცარიელეს, რომელსაც გულში ატარებდა. ხსნამ ზაქე იპოვა ზუსტად იმ მომენტში, როცა მან საკუთარი სულიერი შიმშილი აღიარა. იერიხონი დღესაც აგრძელებს არსებობას, როგორც დასახლებული ქალაქი. რომაული პერიოდის არქეოლოგიური ნანგრევების მონახულება ტურისტებსა და მკვლევარებს შეუძლიათ. სამეცნიერო გათხრებმა აღმოაჩინა ძვირფასი ბალზამის გამოსაწური ძველი პრესების ნაშთები, ადგილობრივი ელიტის კუთვნილი მდიდრული სახლების საძირკვლები, იმპორტირებული ნატიფი კერამიკის ფრაგმენტები და ნიადაგში გაფანტული პირველი საუკუნის რომაული მონეტები. ქალაქი, რომელიც ოდესღაც სიმდიდრისა და საერთაშორისო ვაჭრობის მფეთქავი ცენტრი იყო, გახდა არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც მთელი მსოფლიოს აკადემიკოსები სწავლობენ.